მუშა კითხულობს მსოფლიო ისტორიას, ბერტოლტ ბრეხტი. ვინ აშენებდა ქალაქ თებეს, მის 7 კარიბჭეს. წიგნში ვკითხულობთ მარტოოდენ მეფეთ სახელებს. ეს მათ აზიდეს ქვის ლოდები ამ სიმაღლეზე, ან ბაბილონი. რამდენჯერ იქნა იგი მიწასთან გასწორებული. ვინ აშენებდა ხელმეორედ მის მაღალ კედლებს, რომელ სახლებში ათევდნენ ღამეს, უბრწყინვალეს ქალაქ ლიმას კირითყურონი. სად მიდიოდნენ ჟამს მწუხრისას ის ოსტატები, რომელთ ოფლის ზღვა შეანთქიეს ჩინეთის კედელს. დიადი რომი, ყველგან თაღები ტრიუმფალური. ვინ აღაშენა სვეტები მათი? ვინ დაამარცხეს კეისრები ასრედიგად რომ გულზო აობდნენ? ან სახელგანთქმულ ბიზანტიაში ყველა სასახლე ჰქონდა განა სვეტე მაღალი? თვით ზღაპრად ქსეულ ატლანტიდაში, როცა ზღვამში თანთქა ეს ქვეყანა უძლიერესი, თავიანთ მონებს მიჰყავდნენ იქ სულთ მობრძავნი. ინდოებს ზიფყრობს ახალგაზრდა მაკედონელი. მარტოა იგი? იულიუსმა დაამარცხა გალთა სამეფო. ვინ უმზადებდა გზაში საგზალს, მამაც კეისარს. წარეტიროდა ესმანელთა მეფე ფილიპე, როცა დამარცხდა უძლეველი მისი არმადა. განა მის გარდა არ ვინ ტიროდა, ფრიდრიხ მეორემ გაიმარჯვა 7 წლიან ომში. მარტო მან ზიდა ბრძოლის ტვირთი მძიმე ესოდენ. ყოველ გვერდზე რომ გამარჯვების ისმის ხმაური, ვინ უმზადებდა ტრიუმფატორ დიდებულ ნადიმს. ყოველ 10 წლეულს ყავდა კაცი სახელხმიანი. მათ შესანახად ვინ იღებდა ხარჯს საურაცხელს. რამდენი ამბავი ერთად თავმოყრილი.